ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან ბაკურიანში. საორგანიზაციო შეხვედრაზე განიხილეს ტურნირის დეტალები. ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები ქვეყანაში 4 თებერვალს ჩამოვლენ, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრები ყინულის ჰოკეიში. საქართველოს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი 2025-ს უკვე 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. შალვა სუმბაძე გვერდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. 1000-მდე სპორტსმენი 45 ქვეყნიდან საქართველოს ზამთრის სპორტული სახეობების რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება წელს და ბაკურიანი არის ერთ-ერთი ლოკაცია, რომელიც უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. 8 სახეობაში ჩატარდება, 8 სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონატი და საქართველოში ბაკურიანი, ბათუმი, ასევე თბილისი უმასპინძლებენ სხვადასხვა სახეობას. სპეციალურად ამ ღონისძიების საორგანიზაციო დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად ბაკურიანში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად მართავდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეხვედრას, სადაც განიხილეს ყველა ის მიმდინარე პროცესი, რომელიც უკავშირდება ამ სპორტული ღონისძიების წარმატებით ჩატარებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გაეცნო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობდა, რომლებიც განხორციელდა იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველოს წარმატებით უმასპინძლოს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმ წარმატებული პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელი ინტერესიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებობს საქართველოს მისამართით. თქვენ იცით, რომ თისტრასების სააგენტოს ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია საქართველოში იმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც აქვს უმაღლესი საერთაშორისო შეფასება, მათ შორის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოში ზამთრის კურორტები არის მზარდი როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ინტერესის მიმართულებით, მათ შორის აღინიშნა მნიშვნელობა გათოვლიანების სისტემის, რომელიც თისტრასების სააგენტომ მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპებისთვის განახორციელა, როგორც ბაკურიანში და იცით, რომ მესტია გუდაური ბაკურიანი ერთობლივად საკმაოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს მასპინძლობდა და ამან მოიტანა უკვე ის, რომ საქართველოს უკვე წელს 3 ლოკაციაზე უმასპინძლებს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. უკვე საღამოს 8 საათზე გაიხსნება კიდევ ერთი სასრიალო ტრასა, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოეწყო ბაკურიანში. 3.5 კილომეტრიანია ეს ტრასა, რომელიც აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ასევე გათოვლიანების სისტემით. ჩვენ პირველ დელეგაციებს ველოდებით 4 რიცხვიდან საქართველოში, დავხვდებით მათ, უკვე განაწილდებიან ისინი ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში, გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს. 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან უკვე ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს. 45 ქვეყნის, ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპაში არის სულ 50 ქვეყანა გაწევრიანებული ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში და 45 ქვეყანა იღებს ჩვენ შემთხვევაში მონაწილეობას. 1000-მდე სპორტსმენი ჩამოვა და დაახლოებით 2000-მდე დელეგაციის წევრი. შესაბამისად, ჩამოყვებიან მათ მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები და საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველის წინ. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხობს სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ ჩავატაროთ საერთაშორისო ჩემპიონატები. სწორედ ეს ღონისძიებაც არის ჩატარდება იმ სტანდარტით, რომელიც სტანდარტსაც უკვე და ხარისხს მიჩვეულები ვართ. გაკეთა 29 კილომეტრიანი გათოვლიანების ხაზი, შესაბამისად გაკეთა ტბები იმისთვის, რომ გათოვლიანების გარკვეული მარაგი ყოფილიყო როგორც პირველ რიგში საერთაშორისო ჩემპიონატისთვის და ასევე ეს მუდმივად დარჩენილიყო ბაკურიანში და სწორედ იმ ვიზიტორებისთვის გაიხანგრძლივებინა სეზონი ან ადრე დაიწყო სეზონი. შესაბამისად, აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავიდა ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის კუთხით. არენა, მოედანი, ისევე ყველა ის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უმაღლესი დონის არის საერთაშორისო სტანდარტის სრულ შესაბამისობაში. ბიატლონთან მიმართებაში 3 კილომეტრიანი ტრასა მოეწყო, რომელიც განათდა, აღიჭურვა ასევე ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით, ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტებით, იმდაგვარად, რომ ნამდვილად უმასპინძლებთ ღირსეულად ოლიმპიურ ფესტივალს საქართველოში და რეალურად აღნიშნული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ გამეორდები, უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტის სახეობებისთვის და რეალურად ძალიან კარგ პერსპექტივას ქვის შემდგომში ასეთი და კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირების ჩატარების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ყველა საჭირო პროცედურა უკვე დასრულებულია, ინფრასტრუქტურა მზად არის, დარჩენილია მხოლოდ დელეგაციის ჩამოსვლა და საქართველოს უკვე უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ზამთრის სპორტული ღონისძიებებს, შეჯიბრებებს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, როგორც გითხარით, ბაკურიანში, თბილისში და ბათუმში. მადლობა შალვა სუმბაძე ბაკურიანიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.